ღმერთის წმენა ჩვენი სიცოცხლისადმი დამოკიდებულებას სხვანაირად წარმოაჩენს. სხვა საფეხურზე აყავს ჩვენი დამოკიდებულება სიცოცხლისადმი. ჩვენ არ უკმაყოფილდებით, უბრალოდ ყოფიერებით. ჩვენთვის სიცოცხლე არ არის არსებობა, ჩვენთვის უბრალოდ არსებობა. ჩვენთვის სიცოცხლე არ არის ბიოლოგიური არსებობა, არ მით უმეტეს მცენარეული არსებობა, მით უმეტეს მინერალური, მატერიალური არსებობა. ჩვენთვის სიცოცხლე მორწმუნე ადამიანისათვის სიცოცხლე სხვა რამეა, გაცილებით უფრო დიადია, ვიდრე უბრალოდ თუნდაც ბიოლოგიური არსებობა თავისი სიამოვნებებით, არც ეგოისტური არსებობა, გაცილებით დიდი რამ არის სიცოცხლე ჩვენთვის. ჩვენთვის სიცოცხლე მარადიულია. მარადიული ეს გაწელილი დრო არ არის. ზოგს გონია რომ მარადიულობა ეს გაწელილი საუკუნეებია. მარადიულობა ეს არის ყოფიერების ფორმა, რომელიც ჩვენ არ ვიცით რა არის. არ ვიცით. ეს არ არის გაწელილი დრო, მილიარდობით დაუსრულებელი წლები. ეს არის ყოფიერების სხვა მდგომარეობა, რომელიც ჩვენ არ ვიცით რა არის. მაგრამ ნამდვილი სიცოცხლე სწორედ მარადიულობასთან ერთად არსებობს. ჩვენ ისიც ვიცით, რომ ცალკე მარადიული სიცოცხლე რაც ხშირად გვითხოვს და ცალკე ღმერთი არ არსებობს. მარადიული სიცოცხლე და ღმერთი ეს ერთ და იგივეა. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ის დიდებულება სამყაროსი, რომელსაც თავის შემოქმედი ყავს, ის შემოქმედია მარადიული სიცოცხლე და მე მისი არსებობის მწამს და ქრისტიანმა ვიცი, რომ მისი ხატი და მსგავსი ვარ და მასთან ერთობის შესაძლებლობა მაქვს და ეს მით უმეტეს განცვიფრებაში მომყოფებს და მით უმეტეს მავიწყებდეს უნდა ჩემს ეგოიზმს, ჩემს ქვენაგრძნობებს, მიდრეკილებებს.